დღეს არის შაბათი 20 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 7 ივნისი და დღევანდელი შაბათის შესახებ გვისაუბრე ეს არის ძირითადად საუბარი 70-ე და კიდევ დღეს არის წმინდა მოწამე ზინაიდას ხსენება ეს არის საუბარი 122 ასე რომ მე აღარც ჩამოვთვლი ამ წმინდანების ვისი ხსენებაც არის დღეს და გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ერთი წმინდანი დღევანდელი რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ ეს არის მღვდელმოწამე მღვდელი ანუ პრესვიტერი ბენიამინ ლუკანინი და კიდევ დღეს უნდა მოგიყვეთ დღეს არის 7 აი 9 ივნისის წმინდანების შესახებ ეს არის მამაშვილი ოღონდ სასულიერო პირები არიან მეჩოვები არიან გვარად ალექსი მეჩოვი და სერგეი მეჩოვი ოღონდ სერგეი მეჩოვი ერთდროულად კი არ აწამეს უბრალოდ ერთ დღეს დააწესეს მათი ხსენება და ამის შესახებ გეტყვის რატო რა გარემოებების გამო ანუ ფაქტიურად მე დღეს ესე იგი ხა პირდაპირ გადავდივარ წმინდა ბენიამინის შესახებ მინდა მოგიყვეთ წმინდა ბენიამინი ეს არის 1918 წელს ახალმოწამე არის ესეც და ეს მეჩოვებიც ახალმოწამენი არიან და აი მათ შესახებ ესე იგი მოგიყვებით ესე იგი ხა გიყვებით ბენიამინის შესახებ ესე იგი 1873 წელს დაიბადა მამა ყავდა მედავითნე ესე იგი მედავითნე რას ნიშნავს იცით რომ რუსეთის იმპერიაში მაშინ აი ეს თანამდებობა იყო ეს ანუ გალობელი მედავითნე სხვადასხვა იყო რა ქვია მნათე და ეს სახელმწიფო სამსახური ესე იყო მაშინ ხო სინოდი მართავდა რუსეთის ეკლესიას და ხელფასები ქონდა ანუ ეს თანამდებობაზე იყო მედავითნედ მუშაობდა ესე რომ ვთქვათ და დედა ევგენია ერქვა სახელოდ და ესე იგი ეს დედა ესე იგი მღვდელმსახურთა ოჯახიდან იყო რა მისი მამა ბაბუ ესენი მღვდელმსახურები იყო 1885 წელს 11 წლის ასაკში ქალაქ პერმის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, მაგრამ 3 წლის მერე მშობლებმა გამოიყვანეს რაღაც გარკვეული გარემოებების გამო და იგი უკვე ესე იგი 14 წლის ასაკში სტიხანოსნად დაინიშნა და 93 წელს უკვე ანუ კიდევ 5 წლის შემდეგ გახდა მედავითნე, უკვე მედავითნე დაიწყო მუშაობა. შემდეგ 1899 წლებში მგალობელთა კურსი სასწავლებელი დაამთავრა, გაიარა და 1902 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1907 წელს 34 წლის ასაკში უკვე სხვადასხვა სოფლებში როგორც მღვდელი, პრესვიტერი ისევ მსახურობდა და ეხლა მოკლედ გიყვებით და მე ცოტა ნავრცლად მოგიყვებით მის შესახებ ესე იგი გალობის სკოლები დაარსა და ორგანიზება გაუწია და თავის მეუღლეს ნაძეჟდა ერქვა და ნაძეჟდასთან ერთად ესე იგი გუნდებს ქმნიდა, სოფლებში ქმნიდა გუნდებს და 1918 წელს დახვრიტეს თუ ნუ მოკლედ რაღაც ხეცურად აჩეხეს თუ მოკლეს და აი ეს არის ცნობილი მის შესახებ ეს არის მხოლოდ ეს ნუ ეს ვიცით ნუ ისე ცხოვრების დეტალებიც შეიძლება ცოტა მეტი არის სადმე არ ვიცი მაგას ვერ გეტყვით მაგრამ აი ეს არის ცნობილი და ნახეთ რა მოხდა ესე იგი ის შეირაცხა წმინდანად 2000 წელს და აი ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ
აღმოჩნდა ამისი ოჯახის წევრები. აღმოჩნდა, რომლებიც მე უკვე ეხლა 2026 წელს, ამას მოგიყვებით, საბოლოოდ, ესე იგი, შედგა მისი კანონიზაცია, რატო საბოლოოდ? იმიტომ რომ ოჯახის წევრები გამოჩნდა, რომლებმაც მოიტანეს არქივი, ოჯახის არქივი. ოჯახის არქივი და ამ ოჯახის არქივში აღმოჩნდა ნაძეჟდას წერილები და განსაკუთრებით ერთი წერილი, რომელსაც ნაწილობრივ ცოტა წაგიკითხავთ. რატო? იმიტომ რომ ფაქტიურად, ესე იგი 1918 წელს მოკლეს ესე მხეცურად, ხო და 1919 წელს არის წერილი დაწერილი ამ ნაძეჟდასი. და აქ არის ესე იგი დეტალურად აღწერილი აი ბოლო პერიოდი და განსაკუთრებით არის როგორ მისი ვითარება რა ვითარებაში დაიღუპა და წინასწარ მოვლენებს გავუსწრებ მე კიდევ ვიტყვი ალბათ რომ აი ამ ნაძეჟდას წერილის მიხედვით უკვე მოგვიანებით შემდეგ ანუ 25 წელს ახლა შარშან გათხარეს მისი იპოვეს და გათხარეს მისი საფლავი და აღმოაჩინეს მისი წმინდა ნაწილები. აი ეს არის ამბავი და ესე იგი გადმოასვენეს მისი წმინდა ნაწილები, ამას მოგიყვები და აი ეხლა წლევანდელ წელს მირქმას 2026 წლის მირქმას მოხდა მისი საყოველთაო ესე იგი წმინდა ნაწილების გამოგზანება გახსნა და მოკლედ ეხლა დღეს პერმის ტაძარში ეს წმინდა ნაწილები განისვენებს. ეხლა მოგიყვებით რა წერია როგორი ესე იგი აი უბრალოდ იცით რა არის ძალიან საინტერესო. გარდა იმისა რომ თვითონ ეს მამა ბენიამინის მოწამეობრივი აღსასრულია აღწერილი. გარდა ამისა არის ვითარება რა ხდებოდა მაშინ ესე იგი ეს არის ქალაქი პერმი რომელსაც კალინინი დაარქვეს მერე მოგვიანებით კომუნისტებმა და ეხლა ისო პერმი ქვია ქალაქს და ესე იგი აი აქ ხდება ესე იგი ამის ესე იგი აი პერმის რაიონში ხდება ეს სოფლებია საერთოდ სამსოფლების სახელებია და რამდენიმეს ვიტყვი მაგრამ ნუ ეხლა ესეთი ჩვენთვის ეს ინფორმაციული მაინდამაინც არ არის ეს სახელები სოფლების. თუმცა ეს სოფლები არსებობს დღესაც და ნუ ახლა მოკლედ ეს ყვება ნაძეჟდას მონაყოლს გიყვებით ახლა მე თქვენ ნუ ფრაგმენტებს რა თქმა უნდა ხელასწერს რომ უნდა გაქცეულიყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხვა სასულეგურს კი ეს წითლები შემოვიდნენ ეს დაიწყეს საყოველთაო დევნა 1917 წლიდან, ნუ ადრე ცოტა, მაგრამ ნუ აი 1917 წლიდან დაიწყეს საყოველთაო დევნა და ბევრი სასულიერო პირი მიიმალა და გადარჩა ცოცხალი. ხო და აი სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ მაშინ კი გადარჩენ იმ წუთას ცოცხლები. დღეს არც ერთი აღარ არის ცოცხალი და ეს არ მიიმალა და ეს არის ყველაზე მეტად ცოცხალი დღეს მაგალითად მათ შორის მამა ბენიამინი, რომელიც აი გავიდა წლები და მოხდა მისი წმინდანა ჩერაცხვა და აი დღეს ჩვენ მასზე საუბრობთ, მისი წმინდა ნაწილებია გახსნილი. ხო და აი არჩევანი ეს არის რა, ეხლა ცოტა ხნით გაიხანგძლებს. გონია იმ წუთას ადამიანს რომ გადარჩები და რას გადარჩები, სიტყვას ხო ვერ გადარჩები მაინც. ანუ ცოტათი გაიხანგძლებს სიცოცხლეს. აი თუ ღირს რა მოკლედ ეს. მოკლედ არ მიიმალა და მე არ მირჩევიაო მისთვის ნაძეჟდა ცოლი ამბობს. მე არ მირჩევია მისთვის რომ გაქცეულიყო. და ერთხელაც მოდის რომ ერთხელაც მოდის ტაძრიდანო და ამბობს რომ ესე გადავშალეო სახარებაო და პირდაპირ ისეთი სიტყვები წავიკითხე რომ მოკლედ იყო რა ამაზე მსჯელობა ყოყმანი რაღაცა რომ წასული დამალულიყო თუ არა და ისეთი სიტყვები წავიკითხეო რომ არ უნდა წავიდე არსათო რა და ანუ რას ნიშნავს მიმალვა ესე იგი ნიშნავს რომ ეს მღვდელი აღარ იქნება რა ვინც მიიმალა ისინი ხა მღვდლობას ხო აღარ ასრულებენ თავიანთ სოფლებში მაგალითად ხო მსახურების ადგილას და ამან გააგრძელა მოკლედ მღვდლობა და ესეთი სიტყვები უთხრა თავის სულს ნაძეჟდას
მე ვიქნები სახში მოვლენ დამოპატიმრებენ და მომკლავენ პირდაპირ და ასეც მოხდა ეს ნადეჟდა წერს ისე ნუ ახლა მე ნადეჟდას წერილს გიგით ასეც მოხდა მოვიდნენ დააპატიმრეს და მოკლეს ნოვოპაინსკი ქვია სოფელ სადაც ესენი ცხოვრობდნენ ნოვოპაინსკში და კარგი საეკლესიო სახლი იყო და ნუ კარგი სახლი იყო რა მოსახერხებელი საცხოვრებლად მღვდლისთვის და ბოლო ჟამს ნუ ეს წერილი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 1919 წელს არის დაწერილი ბოლო პერიოდში ჩაგვისახლდნენ წითელ არმიელები ნუ შემოუსახლეს ამათ ესე იგი ჯარი ჩამოდგა და სანამ წავიდნენ ესენი ხო და ესე ოჯახებში გაანაწილეს რა შემოუსახლეს წითელ არმიელები რომლებიც თლიანად ამ მათ ოჯახის კმაყოფილზე იყვნენ თლიანად ესენი და ეს ბენიამინიც ეუბნებოდა ამ წელს რომ გაუკეთეს საჭმელი აჭამე დილას აღამოს ჩაი უნდა დაალევინო მოკლედ აი მოსამსახურეები გახდნენ ამ წითელ არმიელების და ეხლა რა კატეგორიის ხალხია ეს წითელ არმიელები ხო გასაგებია და მოკლედ ესე იგი ჩვენს კმაყოფილზე იყვნენ ეს ნადეჟდა ამბობს და შემდეგ სრულიად რომ ამოიწურა აი ნახეს იმათ მათ ხო რა აღარაფერი აღარ დარჩა ამათ ხო აქ რაღაც ოჯახი შენახული რაღაც საჭმელი აღარ არის მე თვითონ მუშაობდნენ რაღაცა პროდუქტი მოქონდათ მიუყრიდნენ ამ ქალს და ეს უკეთებდა საჭმელს ემსახურებოდა ისე ვაგრძელებდა და ისეთი მძიმე იყო ამბობს ეს ამათი მომსახურება ამ წითელ არმიელების სულ სამზარეულოში იყო ვერ გამოდიოდა და აი კიდევ ლოგინეთ ჩავარდიო რა საბოლოოდ შემდეგ კიდევ დაემატა ეს წითელ არმიელები კიდევ ჩამოვიდნენ და კიდე ესე იგი ახალი ნაკადი იყო და იმათაც დაიწყეს ოჯახებში განაწილება და ესენი გამოასახლეს საკუთარი სახლიდან და გადაასახლეს ყოფილი ეკლესიის ყოფილი მნე ნუ რა ვიცი სტაროსტა ესე ქვია და ამ სტაროსტას ოჯახში გადაასახლეს და იქაც შეუსახლეს კიდე მერე ვიღაცეები იქ კიდე ერთი ოთახი და სამზარეულო მეტი არაფერი არ ჰქონდათ და მოკლედ ნუ აი რა უნდა გიქნა ადამიანს რა იქაც ვიღაც უცხო ადამიანები შეუსახლეს აი ამ ერთ ოთახში რა წარმოიდგინე და არც დღე არ იყო მოსვენება არც ღამე და იქაც რა თქმა უნდა სულ ეს სამოვარი ჩაიროდა ელიათ და საჭმელი რო ეკეთებინა ამ ქალს ესე და აი ამის მიუხედავად 13 დეკემბერია აი ამ 18 წლის 1918 წლის და სახში არიან და მოვიდა ვიღაცა კომუნისტი ახლა ეს სოფლელი ერთ-ერთი სოფლელი კომუნისტი სოფლიდან ახალგაზრდა ბიჭი და ეუბნება რომ ესე იგი თქვენ სოფლის საბჭოში თუ რაღაცა ცენტრალური მასში გიბარებენ რაღაცა და ეს მამამ ბენიამინმა ჩაიცვა ტანსაცმელი ილოცა და უთხრა ესე მიმართავდა ესე იგი ეს წერს ეს ნადეჟდა ნუ ეს იცით ახლა თქვენ რომ მღვდლის ცოლს მიმართავენ როგორც დედაო ხო და ეს პირდაპირ როგორც დედას ისე მიმართავდა მაჩ არის ესეთი მიმართვა რუსულში მაჩ და ესე უნება დედა ხო და დედი თუ ქართულად ალბათ ესე დედი თუ რაღაცა დედა და ალბათ თუ დამოპატიმრებენო დედი ალბათ დედი რაღაც ესე მიმართა შინა ესე იგი ეს დეტალები აქვს ქალბატონს აღწერილი ნადეჟდას ხო და დილით მაინც დაბრუნდაო სახში დაბრუნდა და მოკლედ ესეთი რამე გაირკვა რომ ამასთან ერთად დააპატიმრეს კიდევ ერთი მღვდელი რომელსაც ამან უთხრა აღსარება და იმან ამას უთხრა ესე იგი ესენ ერთად ჩაყარეს რაღაცა
საკანში ხო და ამათ მქონდა საშუალება რომ აღსარება ეთქვა და ამას სახში ქონდა წმინდა ნაწილები ამ მამამ ბენიამის მოbrunდა ეზიარა გამოიტანა ხატი ესე იგი დალოცა თავისი ქალიშვილი დალოცა ეს თავისოლი და უთხრა რომ ჩვენო შაბუნიჩი ქვია სოფელს შაბუნიჩი აი შაბუნიჩი მივყავართო და ალბათ უკვე იქიდან ვეღარ დაუბრუნდები ესე უთხრა და ეს ქალი ყვება რომ ეს ნაძეშდა რომ ნუ სანამ ჩავიცვი სანამ რაღაცა რომ გამოვედი აღარ იყო და ვიღაცა კაცმა ჩაიარა და მომაძახაო რომ ჯერ კიდევ სოფსაბჭოში არიანო და თუ გაიქცევი მიასწრაფო და მართლაც გაიქცა ეს ნაძეშდა გაიქცა მიუსწრო ამ სოფსაბჭოში და იქ ესე იგი დაპატიმრებულები იყვნენ 16 ადამიანი და 8 ურემი იყო თითო ურემზე ესე იგი ორ-ორი გაანაწილეს ესენი რომ წაიყვანონ ახლა სხვა სოფელში კიდე იმ შაბუნიჩში და როგორც ჩანს იქ უნდა დახვრიტონ ესენი და ეს ორი მგდელი ერთად ეს მამამ ბენიამინი და ეს მეორე მგდელი ერთ ურემზე არიან და ესეც ამ ურემზე ავიდა დაждდა და რომ დაიძრა ეს ურმები ეკლესიასთან რომ მივიდნენ და უკვე მე გზა რომ გააგზავნო გადმოვაგდეს ეს ქალუცხოს რომ აქ შეიწამოს აღარ შეიძლება და მოკლედ ესენი წავიდნენ და ნუ აღარაფერი აღარ იცის ამის შემდეგ აღარაფერი აღარ იცის და ესე იგი შობა დღეს ეს ახლა რომელი იყო 13 დეკემბერი ხო შობა 25 დეკემბერს არის ჯერ დროის შესახებ გონი დეკრეტი არ მეუღია და 25 დეკემბერს ანუ ჯერ ძველი სტილით არის ყველაფერი და 25 დეკემბერს მოკლედ შემოვიდნენ თეთრები ამ სოფელში და ერთი კვირა იყო ბრძოლა მოკლედ იბრძოდნენ და რა თქმა უნდა ეს თეთრები განდევნეს სამწითლებმა და ამის შემდეგ გავრცელდა ხმები რომ კარაგაი არის სოფელი და აი ამ კარაგაიში დახვრიტეს ესენი და ეკლესიის ეზოში დამარხეს და შემდეგ თქვის რომ სხვა სოფელში ოჩერეში და დიდხანს ეძებდა ეს თავისი ქმრის სხეულს და იქაც ჩავიდა ამ შაბუნიჩი ჩავიდა, როცა დაწყნარდა ეს რომ მინელდა, შაბუნიჩი ჩავიდა და ნუ თოვლია ხო, ზამთარია ხა რუსეთია ესა და აი ამ თოლში ესე იგი ეს შაბუნიჩის ეკლესიის ეზოში, ნუ უბრალოდ ეკლესიის ეზოში კი არა, აჩვენეს იქ ადგილი, სადაც დახვრიტეს ესენი. და აი ამ დახვრიტის ადგილზე ეს თოვლი თხარა შემდეგ გვამები იპოვა და ეს გვამები დამარხა მარტომ ამ ქალმა ყველას ეშინია ვერ ეკარებიან რა იქაურობას და ხო და ეს კაცებს უკვირდა თუ ამდენი ძალა საიდან გაქო ან ასეთი გამბედაობა როგორ აგაქო და ამას კიდე ნუ რა ვიცი ერთგული თანამოსაგრე იყო თავისი მეუღლის სიცოცხლეშიც ერთად მოღვაწეობდნენ რა ეს ცოლ-ქმარი და ესე გარდაცვალების შემდეგაც ესენი ეს გვამები დამარხა ამ ზამთარში წარმოიდგინეთ მაგრამ ვერ იპოვა და გავიდა რაღაც დრო და 1919 წელია უკვე მარტია რამდენი 3 თვე გასული და იქ აღმოაჩინეს კიდე რაღაცა გვამები და აი მომებს შორის აღმოჩნდა აი მამამ ბენიამინის სხეული მთლიანად დასისხლიანებული. ნუ ხა უკვე დრო არის გასული, მიმხმარე აქვს რა თქმა უნდა ეს სისხლი, მაგრამ და აი ესე გაშეშებული თოლში სხეული იპოვეს და კისერი ქონდა სულ დაჩეხილი, კისერი. და თავი მქონდა მოჩეხილი, ოღონდ რაღაცნაირად ეს თავი მაინც იყო სხეულზე იყო მაინც მიმაგრებული და 20 მარტს აუგეს წესი და აი აქ უწერია სად დაასაფლავეს იგი ეს არის პოლაზნენის სამების ტაძრის ეზოში და აი მე აქ გათხარ ეს არის ის ადგილი სადაც პირველად
რომ დაასაფლავეს. სადაც პირველად მსახურობდა თავიდან ის სოფლებში დადიოდა, სხვადასხვა სოფლებში და იქ მსახურობდა. და ის ზუსტად მერე უკვე 2025 წელს ეს განჩანაწერები რო იპოვეს და ეს წერილი რო აღმოჩნდა, გათხარეს და ეს სწორედ აღმოაჩინეს. და 2000 წელს იყო საიუბილეო სხდომა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის და იქ ბევრი ახალმოწამე შეირაცხა და იმათ შორის შეირაცხა ეს მამო ბენიამინ ლუკანინი. მამო ბენიამინ ლუკანინი 2000 წელს შეირაცხა. და კირილეს, პატრიარქი კირილეს ბრძანებით მოწაკურთხევით, ეს 25 წელს გაითხარა ეს საფლავი და გადაასვენეს წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს, გადაასვენეს პერმის საკათედრო ტაძარში და აი ამ როგორც მოგახსენეთ, წელს უკვე 2026 წლის მირქმას პერმის მიტროპოლიტო მეუფე მეთოდე მწირა და საყოველთაოდ თაყვანისცემისთვის ეს წმინდა მთლიანად თელისხეული გადააბრძანეს და მისი ნათესავები, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ამ წირვას. ესე იგი 1919 წლის 13 მარტს არის დაწერილი აი ამ ნადეჟდას წერილი. აი ეს უნდა გაჩვენოთ, აი სურათი გვაქვს. ხედავთ, ესე იგი ჩანს ხო? შუაში არის ეს ნადეჟდა და აქეთ არის ნადეჟდას მარჯვნივ ეგ ეს არის, ესე იგი ეს мама ბენიამინ ლუკანინი და გვაქვს კიდევ აი ესეთი სურათი. ეს არის ფოტო და ამ ფოტოს მიხედვით არის შემდეგ გამოსახულება შექმნილი. ეს არის რაც მათ შესახებ ვიცით და ესე იგი ეს წერილი ჯერ არ არის გამოქვეყნებული საერთოდ. ეს მასალები მზადდება გამოსაქვეყნებლად და ესე იგი მე გამომიგზავნეს ეს წერილი ვითხოვე, გამომიგზავნეს და ძალიან შთამბეჭდავი წერილია, თავიდან ბოლომდე რომ წაიკითხოთ, უბრალოდ ეხლა აქ მთლიანად ამ წერილის მოყოლა უბრალოდ მოუხერხებელია, თუმცა ეს წერილი მეც კი გამოჩნია. ნუღოთ რუსულ ენაზე, რა თქმა უნდა. აი ეს არის, ესე იგი, მამო ბენიამინის შესახებ, რაც მინდოდა მეთქვა და ეხლა მინდა მოგიყვეთ ეხლა აი ძალიან ცნობილი მოძღვარი იყო, რომელიც ასევე ხარ როგორც მოგახსენეთ 2000 წლის სინოდზე შეირაცხა, ძალიან ცნობილი მოძღვარი იყო რუსეთში, მოსკოვში. ეს არის დეკანოზი ალექსი მეჩოვი არის გვარად და ეხლა მოგიყვებით მის ისტორიას და აი ამ გარემოებებს ახლა შვილის შესახებაც გეტყვით, ესე იგი სერგეი მეჩოვი. ეხლა რაშია საქმე? უკაცრავად ერთობს. ეს мама ალექსი მეჩოვი 1923 წელს აღესრულა და შვილი აგრძელებდა შვილს ქვია სერგეი მეჩოვი. და შვილი აგრძელებდა მე მოღვაწეობას, ჯერ სანამ მამა ცოცხალი იყო, მამის თანამოსაგრე იყო. ერთად მოესწრო, ეს მღვდელი შვილი მოესწრო და ერთად კომუნისტების შემოსულები არიან და ერთად აღასრულებდნენ მსახურებას და ერთ ტაძარში და მე ამ შვილმა გააგრძელა, რომელიც მე ბევრჯერ იყო დაპატიმრებული და ეს 37 წელი ეს ყველაფერი გამოიარა და 1952 წელს გადასახლებაში იყო, კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, ამას მოგიყვებით ხა და დახვრეტა მიუსაჯეს, მოკლედ და დახვრიტეს ოღონდ. ეხლა რა არის ძალიან საინტერესო, ესე იგი რომ დახვრიტეს და სადღაცა საძმო სასაფლაოში ჩააგდეს, სხვებთან ერთად და არ არის ცნობილი მისი ადგილი, მისი დასაფლავების. და შესაბამისად არც წმინდა ნაწილები ამისი გვაქვს მამა ალექსი მეჩოვის და ნახეთ
ესე იგი ეს ამბავი ეს ახლა რასაც გიყვებით ეს ახლა სულ ახლახანს აი რაღაცა რამდენიმე საათის წინ რომ ამთავრებდი მამა ალექსი მეჩოვის შესახებ მის ცხოვრების ბოლოში იყო ეს მის შვილზე დაწერილი და მისი შვილიც ამ დროს შეირაცხა 2000 წელს და მამამისთან იმის გამო რომ არაფერი არ არის ცნობილი მამამისთან ერთად დააწესეს მისი ხსენება ანუ ამ დღეს ეს არის 9 ივნისი, 9 ივნისი, აი 9 ივნისი არის ამ ორივე სიხსენება დაწესებული, ამიტომ მე ხა თლიანად ვერ მოვასწარი ამ სერგეი მეჩოვის ну, მოკლედ რაღაცებს მოგახსენებს უფრო დაწვრილებით ახლა, მაგრამ თლიანად ვერ მოვასწარი, ამიტომ ეს ვალად მექნება მისი ცხოვრების მომზადება, თუმცა როგორც მოგახსენეთ არა გვაქვს მისი წმინდა არა გვაქვს კი არა არ არსებობს მოკლედ მისი წმინდა ნაწილები არ არსებობს და ამიტომ მაინც ჩვენ სიაში იგი ხვდებოდა მოკლედ ხა აი ამათ შესახებ გიყვებით 1859 წელია 1859 წელი დაიბადა ალექსი მამა ალექსი და მამა ესე იგი იყო საკათედრო ტაძრის რეგენტი გუნდის რეგენტი დედა იყო აი ძალიან ღვთისმოსავი ქალი იყო და რა გააკეთა ამ დედამ იცით ესე იგი მის დას გარდაეცვალა ქმარი და დარჩა სამი შვილი და დედამ ეს თავისი და და შვილები გადმოიყვანა თავისთან საცხოვრებლად ეხლა რაღაც უნდა გაჩვენოთ და აი ნახეთ ამას რაღაც თავის სახელი აქვს აი ესეთი აი ნახეთ ეს არ არის ამათი ოთახი მაგრამ აი ეს ამათი ოთახი არ არის მაგრამ მიხედავთ ზემოთ აი თარო არის ჭერის ქვეშ გაკეთებული როგორც ესეთი თარო კეთდებოდა ხოლმე ღუმლის თავზე ну ღუმელი ხო იდგა სახში ხო და აი ღუმლის თავზე კეთდებოდა და ამ თაროზე სულ სითბო იყო იმიტომ რომ ღუმელი ხომანთია და თფებოდა ეს ხე თფებოდა და აქ ესე იგი დაწოლა შესაძლებელია, ოღონდ უნდა შეძვრე. და ესე იწო თავსაც ვერ წამოწვა. აი ასეთი რაღაცა გააკეთეს სახში. ამას ქვია საძილე პლატფორმა, ქართულად ესეა, პოლაცი ესე ქვია რუსულად და საძილე პლატფორმა და აი ეს საძილე პლატფორმა გააკეთეს სახში და ეს ბავშვები იმ საძილე პლატფორმაში შეუშვეს, ეს ერთი ოთახი ჰქონდათ ამათ. ერთი ოთახი და აი ამ ოთახში თავის დედა სამი შვილი, რა თქმა უნდა, თავის მეუღლის თანხმობით, ამასთან კიდე თავისი შვილები და მოკლედ ესენი ესეთლაერად იზრდებოდა ეს მამა ალექსი. ლიონას ეძახდნენ ბავშვობაში და ბავშვობიდან გამოირჩეოდა საოცარი, ესე იგი გულმოწყალე იყო. 7 ესე იგი სულ ესე იგი ბავშვები ხო არის ხო ხანი ჩხუბებენ ხარ რაღაც ეს ყოველთვის იყო შემრიგებელი ეს მამა ალექსი ბავშვობაში და ყველასთვის რაღაც კეთილი ბავშვი იყო მოკლედ რაღაცნაირი რა და კიდევ გარდა ამისა თუ ვინმე ცუთხასიაძე იყო თუ რაღაცა ყველას ცდილობდა რომ გახუმრებოდა რაღაც აი ვერ ისვენებდა თუ ვინმე ცუდად გრძნობდა თავს და ამის გამო ზედმეტ სახელი შეარქვეს ბავშვს ნეტარი ესე რუსულად არის ბლაჟენი ალიოშენკა ბლაჟენი ანუ ნეტარი შეარქვეს ზედმეტ სახელად მოკლედ ამ პატარა ბავშვს ჯერ ადგილობრივ სასწავლებელში და შემდეგ მოსკოვის სასულიერო სემინარია დაამთავრა და დადიოდა მოკლედ მოსკოვის სახლიდან დადიოდა და სახში კუთხეც კი არ ქონა კუთხე ან თავის მაგიდა რო ქონოდა რომ ემეცადინე და ამიტომ ღამე მეცადინეობდა ხოლმე განკვეთილებს ღამე ამზადებდა როცა ყველას ეძინა და მაგიდა თავისუფალი იყო და შემდეგ ესე იგი მისი ოცნება იყო რომ ექიმი გამხდარიყო იმიტომ რომ თვლიდა რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება რომ ადამიანებს მოემსახურო მაგრამ დედამ კატეგორიულად ესე იგი ანუ აუგზავნა თუ რაღაც მოგწერ არა არ ჩააბარებს და უნდა რომ სასულიერო პირი გამოსულიყო და მე მოგვიანებით წერდა რომ მე რა თქმა უნდაო რომ დედას არ შევეწინააღმდეგობოდი მაგრამ მე გვიან მივხვდი მე რომ ნამდვილად ჩემი მოწოდება სასულიერო პირობა იყო
და მთელი ცხოვრება მერე დედის მადლობელი იყო. 1880 წელს 21 წლის ასაკში დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია და მე დავითნეთ მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში მე დავითნეთ დაიწყო მუშაობა და აქაც კი დიდი მოკლედ გამოცდა თუ განსასწრელი ელოდა საქმე ის არის რომ მოდელი აი ამ ტაძარს საუბრობდა რაღაცა ძალიან გითხრათ უხეში თუ უცნაური ადამიანი იყო რომელიც ძალიან უსამართლოდ ექცეოდა ამ თავის ახალგაზრდა მე დავითნეს და ცემდა კიდევაც ესეთი რამე წერია ცხოვრების წარმოთქმით 21 წლის კაცია რა 21 წლის არის უკვე და ამას კიდე ეს უტყამს ესე იგი ეს უდელი და ხმას არ იღებს საერთოდ დიაკონი შეესწრო რამდენჯერმე და აქედან არის გახდა ცნობილი არაფერს არ ამბობს და არც ის არ უთხოვია რომ სხვა ეკლესიაში გადაიყვანე თუმცა ამ დიაკონმა რამდენჯერმე აცრემლებულიც კი ნახა ცრემლები შეიკავა რატო იმიტომ რომ ითმენს რა ამ ყველაფერს ითმენს თუმცა შეუძლია რომ არ მოითმენოს რა თქმა უნდა ხეს ცემა რა არის ხო ნუ და მე მოგვიანებით როდესაც მრევლს უკადაგებდა ეს მამა ალექსი ეუბნებოდა რომ აი ასეთი ადამიანები ესე ცუდად რო გექცევიან უნდა გიყვარდეს იმიტომ რომ ესე იგი როგორც შენი კეთილის ყოფილები ანუ ფაქტობრივად ეს განსასწრებელი შენ კარგი გამოცდა შენთვის შენი სულიერი ცხოვრებისათვის 1884 წელია ესე იგი 25 წლის არის უკვე ხო 1880 წელს მე დავითნე დაიწყო მუშაობა და შემდეგ 1894 წელს მოიყვანა ასევე მე დავითნე პეტრე ერქვა მის მომავალ სასიმამროს და მისი ქალიშვილი ანა მალჩანოვა მოიყვანა ცოლად 18 წლის გოგონა რომელსაც ჰქონდა ძალიან ძიმე დაავადება გულის რა წერია რა ავადმყოფობა იყო რომ ძიმედ სნეული იყო ეს ქალი და შეუყვარდა მოიყვანა ცოლად და 5 შვილი გაუჩინა ანამ გაუჩინა 5 შვილი ყავდა მამა ალექსი მეჩოვს და იმავე წელს 93 წელს დიაკვნად უბრალოდ იმავე წელს 84-ში დიაკვნად შემდეგ 1893 წელს გახდა მღვდელი. შემდეგ დანიშნეს რაღაცა პატარა ტაძარში, სადაც ძალიან ცოტა იყო მრევლი. და ეს ყოველდღე მიუხედავად ყველაფრისა, ყოველდღე წირავდა. ყოველდღე ასრულებდა წირას და ესე იგი ამათი სახლი სადაც ესენი ცხოვრობდნენ იყო პატარა სახლი რაღაცნაირი ნესტიანი სახლი იყო თან ეს ცოლი ხო გულით ავადმყოფი იყო და ისეთი იყო რომ წვიმების დროს სარდაფში წყალი ჩადიოდა წარმოედგინეთ აი ამ ნესში ცხოვრობდნენ და ნუ რაც შეძლო ეს აკეთებდა მაგრამ როგორც ჩანს მაინც ძალიან ძიმე პირობთან ის თქმელი ადამიანი იყო ეს მამა ალექსი ხო და მოკლედ ეს ცოლი გარდაეცვალა 1902 წელს 1902 წელს გარდაეცვალა და ნუ არ ვიცი ალბათ შეიძლება თავის თავსაც აბრალებდა ძალიან უყვარდა ეს ცოლი ძალიან ძიმე იყო 5 შვილი დაუტოვა ხო და ნუ საშინელი დეპრესია დაეწყო ამას საშინელი დეპრესია ოთახიდან გამოსვლა აღარ უნდოდა და ნუ ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა რა და ახლობელი ოჯახი იყო ვაჭართა ფენიდან ბელოების ოჯახი, მისი ახლო გვარიც არის ცნობილი და მოკლედ ეს ბელოები ძალიან ცნობილი ქველმოქმედები იყვნენ. და მოსკოვში ჩამოვიდა ამ დროს, აი ამ საქველმოქმედო საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვიდა, ნუ ეს უდიდესი წმინდანი რუსული ეკლესიის, უდიდესი წმინდანი, რომელიც გარდაცვალებისთანავე შეერაცხეს წმინდანად, ეს არის იონე კრონშტანტელი. იონე კრონშტანტელი, ნუ სიცოცხლეში სასწაულს ქმედებდა, არ ვიცი ხე ჩვენ მის შესახებ გვექნება ალბათ საუბარი, იმიტომ რომ სულ ახალხანს მისი შესამოსლის რაღაცა პატარა naჭერი გვაქვს, მისი წმინდა ნაწილი არა გვაქვს, მაგრამ ალბათ როცა დრო მოვა იონე კრონშტანტელზეც მოგიყვებით. მოკლედ იონე კრონშტანტელია ჩამოსული, ეს ბელოები მისი შემომწირვალეები არიან, ამ ერთ საერთო საქმეები აქვთ ეს საქველმოქმედო და ბელოებმა მოიწვიეს
ეს მამა ივანე კრონშტანტელი წმინდანი მოიწვიეს სახლში და ესეც სპეციალურად მოიწვიეს სახლში, რომ ამას შეახვედრონ ამ მამა ალექსის. და ეს მამა ალექსი მოკლედ მივიდა შეხვედრაზე და როდესაც შემოვიდა სახლში ეს ივანე კრონშტანტელი ერთი წუთით როდესაც სახლში შემოვიდა ივანე კრონშტანტელი ეს მამა ალექსი ადგა და რა მიესალმა რა თქმა უნდა, ნუ იცის უკვე ვინ არის, ხო, უდიდეს წმინდანია და სიცოცხლეში უკაცრავდა და უთხრა რომ რა უთხრა. ჩემი მწუხარების გასაზიარებლად მოხვედიო? ხო და ივანე კრონშტანტელი ეუბნება, არაო. შენი სიხარულის გასაზიარებლად მოვედიო და ეს გაოგნებული უყურებს და აი ნახეთ რა შეუნება ივანე კრონშტანტელი. ესე იგი ეს ახლა ეუბნება ისეთ სიტყვებს, რომელიც აი რა გითხრათ, ალბათ ყოველთვის იქნება აქტუალური დღესაც მათ შორის რა, დღესაც. ნახეთ რა შეუნება. მწუხარების კი არა, სიხარულის გასაზიარებლად მოვედიო და შენ უფალს უყვარხარო, უფალი შენთან უფალი არის მოსულიო სტუმრათო და გამოდიო ამ შენი სენაკიდან, დატოვე შენი სენაკი და გამოდი ადამიანებს შეხვდიო და ადამიანებს აელაპარაკეო და დღეიდან ეუბნება ნახეთ, რომ შენთვის ახალი ცხოვრება იწყება და დღეიდან იწყება შენი ნამდვილი ცხოვრება და შენ, ესე იგი, შენი პირადი რა სიტყვას ეუბნება, იცით? გახარებს შენი პირადი მწუხარება. ანუ შენ მთლიანად ამ შენი პირადი მწუხარებით ხარ მოცული და გონია რომ ამაზე დიდი უბედურება ქვეყანაზე არ არსებობს და ამითი ერთობი რა რაღაცნაირად ამ შენი პირადი მწუხარებით. და როდესაც შენ ადამიანებს შეხვდები და ადამიანებს დაელაპარაკები, მიხვდები, შეხვალ შენ გაიზიარებ სხვების მწუხარებას. შენ უნდა გაიზიარო სხვათა მწუხარება და ეს მწუხარება უნდა გაითავისო სხვების. შენ თავზე უნდა აიღო ეს მწუხარება და მაშინ მიხვდები, რომ შენი მწუხარება უნიშნელოა აი ამ საერთო უდიდეს მწუხარებასთან, რაც აი ადამიანები რითიც არიან დღეს. და შენს გაგიადვილდება უკვე მერე ამ ყველაფრის მერე შენს გაგიადვილდება შენი პირადი მწუხარების დათმენა. და რა თქმა უნდა, ხა ეს ივანე კრონშტანტელი ნათელხილველია და ხა ყველა კი არ უთხრა ესე, ხა ესე კი არ გაამხნევა ყასიდად. არამედ პირდაპირ უთხრა, რაც რა არის ამ მამა ალექსი მეჩოვის დანიშნულება ამ ქვეყანაზე და მერე კიდე რა უბედურება ახლოვდება, ხო, ეს კომუნისტები უნდა შემოვიდნენ ცოტა ხანში და რაღაც და მოკლედ ამ მამა ალექსი მეჩოვს აი პირდაპირ ეს გულში მოხვდა და დაიწყო ეს ამის კეთება. უნდა ხარ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმის გამო რომ მამა ალექსი მეჩოვმა ეს ამხელა ტრაგედია გადაიტანა, ამხელა ტრაგედია, რომელიც ყველა მიცის და იცის, რომ აი როგორ უყვარდა და როგორ აი ამ მამა ალექსი მეჩოვისგან, ესე იგი ამრჩევებს და მხარდაჭერას და ამ გაზიარებას, სუხარების გაზიარებას სრულებით სხვანაირად ღებულობდნენ ადამიანები და ნახეთ რა მოხდა. ესე იგი გაუვარდა სახელი მას მთელს იმ მხარეში, ნუ ეს მოსკოვში ცხოვრობს და გაუვარდა სახელი როგორც ძალიან გულისხმერ ადამიანს, რომელიც ყველას ძალიან ყურადღებით უსმენს. ეს არ არის იქ მაშინ იმ პერიოდში განსაკუთრებით, ხო, ჩვეულებრივი ამბავი. ესე იგი შეგიძლია მიხვიდე და ესე იგი მოუყვე შენი ნუ რაღაც, შენი ამბავი, შენი განსასწრელი, შენი რაღაც და ესე იგი როგორი იყო, იცით, არავითარ შემთხვევაში არავითარ შეგონებებს არ უკითხავდა არავის არ ამხელდა და
და აი ვიღაცის ცუცაქციელზე არასოდეს არ განსჯიდა ამას, ხვების ცუცაქციელს და არავის არ ადანაშაულებდა და როდესაც რაღაც ესეთ ცუდ ამბავს მოისმენდა, ცდილობდა რომ რაღაცა სხვა ამბავისთვის შეედარებინა და თვითონ იხსენებდა რაღაცა ისტორიებს, სადაც ეს მსგავსი ცუდი საქციელი და შეცდომები იყო, თუ რაღაცა ეს აი წარმოგიდგენია, მაგალითად მოუყვები რაღაც კითხვა, იცი რა, იქ რაღაც ესეთი რაღაც მოხდა. ისე უყვებოდა ამას, რომ ადამიანი თვითონ მიმხვდარიყო თავის დანაშაულს. თვითონ არ ადანაშაულებდა, მაგრამ ისე მიყავდა ეს საუბარი, რომ ამას ისე იტყოდა, რომ უი მეც დამიში და აღმოჩნდებოდა, რომ ადამიანს დაუშავებია თურმე მართლა რაღაც და ამას აღიარებდა. უბრალოდ ესეთი უნარი ჰქონდა, რომ ადამიანი აღიარებამდე მიიყვანა, ოღონდ თვითონ არ დაადანაშაულებდა. და კიდევ ქონდა ამას საოცარი თვისება, რომ როგორც წესი, ადამიანი რომელიც ჩვენთან მოდის და ეგეც ამბებს გიყვება, როგორც წესი ადამიანებს აქვს აუტყოფური თავმოყარეობა. და როდესაც ადამიანს შენ ადანაშაულებ, რაღაცა ძალიან რა გითხრათ, აი იცით რა შეადანაშაულებ, რაც ცხადია რა, აი ცხადზე უცხადესია რა, აი რომ ეს არის ცუდი საქციელი რაღაცა. ამას რო ეუბნები ადამიანს, რომ შენ ესეთი რამე გაკეთებული, ესე იგი თავმოყარეობა ერთვება აქ ადამიანის და ეს თავმოყარეობა თუ შეელახა ადამიანს, არავითარ შემთხვევაში ამ დანაშაულს რაც ცხადია, არ მიიღებს ამ შენიშვნას, არ აღიარებს და მოკლედ არ თulis თავს დამნაშავედ რა. ამიტომ აქ არის საჭირო ძალიან დიდი ხელოვნება იმისა, რომ აი ადამიანს ისე ესაუბრო, რომ შენ კი არ უთხრა, რომ აი შენ ეს გადააშავე. არა. თვითონ მივიდეს აქამდე და აი რაღაცა თვითონ მივიდეს ამ სინანული გზნობამდე, ისე რომ შენ არ ჩაერივა ამაში. აი ეს არის ძალიან რთული ამის გაკეთება და მინდა გითხრათ, რომ ადამიანების უმრავლესობა ისე არის მოწყობილი რაღაცნაირად, რომ აი ძირითადად აი თქვენს დაუკვირდით და დაფიქრდით. მეც ესე ვარ, რა თქმა უნდა და საერთოდ ადამიანი ისე რომ შენიშვნის მიღება არ უხარია. არადა წესით ხო უნდა გიხაროდეს, გონიერსა მწვრთნელი უყვარსა, ხო ესეა ნათქვამი და ხო და აი ესე იგი შენიშვნის მიღება ადამიანს არ უხარია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს შენიშვნა მისასარგებლოდ არის, არ უხარია და ამიტომ ესე იგი ეს დაძაბულობა შემდეგ ქმნის იმას, რომ ადამიანი შენიშვნას არ ღებულობს როგორც წესი. ხო და აი ეს მამა ალექსი მეჩოვს ქონდა ეს საოცარი თვისება, რომ ისე მიიყვანა ადამიანი აი ამ აღიარებამდე, რომ მისი თავმოყარეობა არ შელახულიყო. ამითი გაითქვა სახელი. და ესე იგი და მას თხოვდნენ ხოლმე, რომ ჩარეულიყო რაღაცა ძალიან კრიტიკულ შემთხვევებში, კრიტიკულ სიტუაციაში, რაღაცა კონფლიქტებში. და ეს ახერხებდა იმ კონფლიქტების ესეთნაირად მოგვარებას. ისეთნაირად მოგვარებას, რომ არავის არ დაადანაშაულებდა რა. ესე იგი, ტაძრის ქვემოთ, ქვედა სართულზე, ქვედა შესასვლელში ალბათ არ ვიცი. ნუ ესე იგი გახსნა სამრევლო სკოლა და კიდევ ასევე თავშესაფარი ობოლი მშობლების გარეშე, მოკლედ დარჩენილი ბავშვებისათვის. და კიდევ 13 წელი საფრთხის ჯულისპე მასწავლებელი იყო ერთ-ერთ კერძო ქალების გიმნაზიაში. ნუ მისი ქადაგებებიც ასევე ძალიან მარტივი იყო და გულის ჩამწვდომი ადამიანს მსმენელს, აი გულის ჩამწვდომი და არასოდეს არ იყენებდა რიტორიკა, რა თქმა უნდა, ნასწავლი ჰქონდა სემინარიაში, ეს საგანი ისწავლებოდა, მაგრამ ამ რიტორიკის ხერხებს არ იყენებდა არასოდეს. განსაკუთრებით 1917 წლის შემდეგ, როდესაც ეს მოვლენები დაიწყო, რევოლუცია და ისა, მის ტაძარში ძალიან გაიზარდა მრევლი. მრევლი, ნუ აი მის ტაძარში დადიოდა რაოდენობა ადამიანების და ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო ძალიან სიარული ტაძარში და მან ესე იგი შექმნა
ესე იგი დაიწყო კურსები გააკეთა, საფრთხისმეტყველო კურსები მსმენელთათვის და ლექციებს კითხულობდა და ახალგაზრდა სასულიერო პირები ეხმარებოდნენ. და აი მათ შორის იყო სწორედ მისი შვილი, რომელიც უკვე ახალგაზრდა მღვდელი იყო მაგ დროს, ეს არის სერგეი, მამა სერგი მეჩოვი და რომელსაც როგორც მოგახსენეთ 1952 წელს დახვრეტა მიუსაჯეს 6 იანვარს დახვრიტეს ერთადერთი ეს ვიცით. და რომელიც ასევე მამამისივით ესე იგი მამამისივით ძალიან მკაფიოდ ქადაგებდა და ძალიან კარგი მცოდნე იყო, კარგი ღვთისმეტყველი იყო, წმინდა მამები იცოდა ძალიან კარგად და 1923 წელს, როდესაც ალექსი მეჩოვი აღესრულა, ესე იგი, აი ამ ტაძრის, სადაც მამა ალექსი იყო, იმ ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. და როგორც მოგახსენეთ, აი ამ სერგის, მამა სერგის ხსენებაც ამ დღევანდელ დღეს არის და ამიტომ ესე და მოკლედ და მიუხედავად იმისა, რომ მამა ალექსის ეს ახალგაზრდა მოძღვრები, მათ შორის მამა სერგი ეხმარებოდა, მისი პირადი დატვირთვები უფრო მეტად იზრდებოდა და შემდეგ ესე იგი თანდათანობით ესე იგი უწყვეტი რიგი იდგა მრევლის. სულ მრევლის კი არა, აი მასთან გასაუბრების სურვილების აი სულ რიგი იყო და ზაფხულში ტაძრის ეზოშიც კი ათენებდნენ ესენი, რომ ოღონდ როგორმე მამა ალექსი მეჩოვთან გასაუბრებაზე, მოკლედ საუბარზე მოხვედრილი იყვნენ ეს ადამიანები. პატრიარქმა ტიხონმა, რომელიც მდელმოწამეა, რომელიც კომუნისტებმა აწამეს, აი პატრიარქმა ტიხონმა თავის დროზე დაიბარა მამა ალექსი მეჩოვი და მოესაუბრა და მოკლედ რაღაცა კრებები დაინიშნა და ჩააბარა სულიერი ზრუნვა მოსკოვის სამღვდელოებაზე. მამა ალექსი მეჩოვს, მაგრამ ცოტა ხანში ეს კრებებიც, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ტარდებოდა, სანამ ააფეთქებდნენ. ნუ ეხა ეს ბოლო დროს ჩვენს დროში აღადგინეს ეს აფეთქება, გაანადგურეს ეს ტაძარი აღარ იყო და იმის ადგილზე იყო ვერაფერი ვერ ააშენეს სხვა შორის კომუნისტებმა, საცურა აუზი იყო, იმიტომ რომ წყალი ამოდიოდა რა, ვერ შეგოდნენ და ეს კიდევ ერთხელ თავიდან აშენდა ეს ქრისტე მაცხოვრის ტაძარი. დღეს დგას ცენტრალური ტაძარია, როგორც ჩანს მაინც მოსკოვში მთავარი ტაძარი ეს არის. ხო და აი ამ ტაძარში იყო ეს კრებები და მე ესეც შეწყდა. და თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი და ბევრი ადამიანი აღიარებდა სასულიერო პირებებმა მხედველობაში მამა ალექსი მეჩოვს, ზოგი საერთოდ მისი აღზრდილი სასულიერო პირი იყო, მაგრამ ბევრი განიკითხავდა, მოკლედ აი რაღაც ესეთი ვითარება იყო. მოკლედ ორჯერ დაიბარეს აი მუშრების სამსახურში დაკითხვაზე 1922 წელს და 1923 წელს და 1923 წელს რომ უკვე მეორეჯერ დაიბარეს დაკითხვაზე ისე ავად იყო რომ მაშინვე აღარ დაკითხეს რა ნახეს რომ უკვდება ადამიანი და გაათავისუფლეს და 22 ივნისს დღევანდელ დღეს აღესრულა 22 ივნისს აღესრულა დღევანდელ დღეს 1923 წელს ანუ 9 ივნისს საეკლესიო კალენდრით და შეუძლოთ იგრძნო თავი დაემშვიდობა ყველას და რომ შებრუნდა თავის ოთახში როგორც კი ჩაწვა საწოლში თვითონ დაწვა და იმ წამსვე ხისიერად აღესრულა და ესეთი გარდაცვალება დაასაფლავეს და 10 წლის შემდეგ ანუ 1933 წელს იქ რაღაცა ეს სასაფლაო გააუქმეს თუ რაღაც მოკლედ და ამისი სხეული თავის მეუღლესთან ერთად გათხარეს და გადაასვენეს სხვა სასაფლაოზე მოსკოვში, რომელსაც გერმანული სასაფლაო ეწოდება და მეუღლესთან ერთად გადაასვენეს და რომ გახსნეს თითქმის ესე იგი ბოლომდე უხსნელი იყო ერთადერთი ფეხი იყო ცოტა ფეხის ტერფი ქონდა და გაშორებული მომძრალი ქონდა რა მოკლედ მის ხელს დანარჩენი იყო სრულებით უხსნელი სხეული
დაასაფლავეს აი ამ გერმანულ სასაფლაოზე და ადმინისტრაციის ცნობით ეს საფლავი მამა ალექსი მეჩოვის იყო ყველაზე უფრო მეტად ყველაზე მეტი ადამიანი მოდიოდა ამ საფლავის სანახავად და ძალიან ხშირად ადმინისტრაციას უწევდა საფლავის შევსება, ესე იგი მიწას აყრიდნენ ამ საფლავს, იმიტომ რომ ვინც მოდიოდა და თხოვდა მამა ალექსი მეჩოვს ერთი მუჭა მიწა, ესე იგი ყველას მიქონა თან და ამ საფლავს აკტებოდა ეს მიწა და ესენი შემდეგ ნუ ამატებდნენ. ბევრი სასწაული აგესრულა მის საფლავზე და კიდევ ხაზგასმული არის რომ ძალიან ცნობილი ფილოსოფოსია, თქვენ იცით, გაგიგიათ ნიკოლოზ ბერდიაევი. აი ბერდიაევის სულიერი მოძღვარი იყო მამა ალექსი მეჩოვი. და ასევე ნუ ინტელიგენციის სულიერ მოძღვრად ითვლებოდა. ნუ 2000 წელს საიუბილეო სინოდზე შეირაცხა წმინდანად და თავის შვილთან ერთად მამა სერგიტთან და აი როგორც კიდევ მოგახსენეთ მამა ბენიამინ ლუკანინი ამ სინოდზე რაც ვიზეც ახლა ვისაუბრეთ და აი გაჩვენებთ ახლა სურათები გვაქვს და ალბათ ხატიც ესე უნდა გაკეთდეს აი ეს ორი ერთად აი ეს არის მამა ალექსი მეჩოვი და ეს არის მამა სერგე მეჩოვი აი ეს ორი წმინდანი ნუ ნამცეცები გვაქვს მამა ალექსი მეჩოვის აი ესეც ანაწილეში ეს და შეგვეციოს ამ ახალმოწამეების მადლი დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან სამეშტავია რა ეს განსაკუთრებით ეს რადგან ეს აი ჩვენი დროის წმინდანები არიან ძალიან სამეშტავია როგორც მოგახსენეთ დღეს არის 7 ივნისი საეკლესიო კალენდრით და მან ჩამოგითვლით ანაკლეტუსი რომის პაპი წმინდა მარკელინი თუ მარცელინი რომის პაპი მარკელის სამარაგდი ლარგოსი პაპუასი კრისტიანტინეს მოწამეები წმინდა იერემია კორდუბელი მოწამე წმინდა მარკელა თუ მარცელა ალექსანდრიელი ეს არის 70-ე საუბარი ყველაფერი და წმინდა ზინაიდა ეს არის 122 საუბარი დღეს კი ვისაუბრეთ წმინდა მღვდელმოწამე ბენიამინ ლუკანინის შესახებ და შემდეგ მართალი ალექსი მეჩოვი და მღვდელმოწამე მისი შვილი სერგი მეჩოვი აი ეს იყო დღეს ჩვენი საუბარი ამის შესახებ შეგვეციოს სამწმინდანების მადლი მე კი გემშვიდობებით ამითი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი